მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა, რა გჭირდება შენ იმისათვის, რომ იყო ბედნიერი. აი ეს ძალიან ცივი ხშირი კითხვა არის. ნუ მოდით ახლა ჩვენთან აქ ვინც უკვე დიდი ხანი ჩემთან არის, იცის რომ აქ ჩვენ გრძელი გაშლები გვაქვს, მოკლე გაშლები გვაქვს ჩვენ მეორე არხზე. ნუ ვნახოთ ახლა რა გჭირდება, ხო, რა გჭირდება იმისთვის, რომ იყო ბედნიერი. კითხვები მომზადებული მაქვს, მაგრამ მინდა ვნახო ჯერ პირველ რიგში თქვენი სიგნიფიკაცია. ანუ так, рато, ага. Ну, უკვე მაჩვენებენ თქვენი სიგნიფიკაცია ქალმა, რომელმაც ისწავლა თავის ფასი რა, რომელიცაც უნდა ბედნიერება. პრინციპში ისედაც მაჩვენეს უკვე. მოდით ვნახოთ ახლა. მოდით იცით ვიპოვოთ ჩვენ იმპერატრიცა. და ვნახოთ აბა იმპერატრიცა ეხლა რა დღეში არის. თქვენ ხო იმპერატრიცები ხართ, ხო? და იმპერატრიცა გჭირდება ჩვენ. იმიტომ რომ აქ ახლა მაჩვენებენ პრინციპში რომ თქვენ უკვე სიოტყვილების არაფრის არ გჯერათ. უკვე ნამდვილად. აჰა, იმპერატრიცა და აგერ მოვიდა იმპერატრიცა, ხო გეუბნებით რა, ყველა ვარიანტში იმპერატრიცა ხართ თქვენ. ანუ აქ როგორი მომენტი არის რა? ნახეთ, ეგრევე გამოვიდა შუაში იმპერატრიცა, აგერ არის ჩვენი ლამაზი, ულამაზესი, უმშვენიერესი რო თქვი. ანუ ტარო როგორც ყოველთვის ისე მუშაობს, რომ აი რაღაც სასწაულად სხვათა შორის, ვისაც გინდათ რომ ისწავლოთ კიდე მაგარი გაშლები, ანუ შეიძლება თქვენ არ ახართ ჩემი მოსწავლე, მაგრამ უბრალოდ გაინტერესებთ, ჩვენ ვაკეთებთ მარატონს, საახალწლო გაშლებს ვაძლევ, რომელიც აი წლიური გაშლებით შეგიძლიათ გააკეთოთ ან დაბადების დღეზე, ნუ ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, გადმოდეთ ჩვენთან ტაროს კლუბში და იქ იქნება მოგცემთ აუცილებლად ძალიან მაგარ ტექნიკებს. ეხლა მომისმინეთ აქ რა ხდება. აქ თქვენ სრულიად, ანუ როგორ არის, მე აღარ მოვიტყუებ უკვე ჩემ თავს, იმიტომ რომ არის ზოგჯერ ადამიანია თავის თავს ატყუებს რა. ანუ მინდა ბედნიერი ვიყო, მაგრამ რომ ეუბნები რომ შენ თვითონაც რაღაცა უნდა გააკეთო იმისათვის რომ ბედნიერი იყო ადამიანი, იძახას რომ არა, ყველაფერი კარგად მაქვს ამ დროს, შეიძლება შიში კონდეს თქვათ, რომ დაუშვოთ რომ მე ეხლა თქვათ რომ რამე რო გავაკეთო ან რამე რო შევცვალო, სიტყვაზე თქვათ ურთიერთობას დავკარგავ, ან ადამიანს დავკარგავ რა და ვითომ თავს ატყუებს რომ მე ვარ ბედნიერი, ხო? სინამდვილეში შეიძლება თქვათ რაღაცა მომენტში იყავით იმ ადამიანთან ბედნიერი თქვენ კი, ვინც იყო თქვენს გვერდით, ან სიტუაცია რომელშიც თქვენ იყავით დაუშვოთ, განიჭებდა თქვენ რაღაც ბედნიერებას, მაგრამ ეხლა არის როგორი პერიოდი, არ მინდა, მე უკვე თავი მოვატყო, მე უკვე გავიზარდე, მე უკვე ბევრი რაღაცა გავიარე, მე უკვე ნამდვილად უკან არ ვიყურები, მე უკვე იმდენი გამოცდილება ავიღა და იმდენ რაღაცებზე უკვე ვფიქრობდი, რომ მინდა ნამდვილად ახალი ჯანმრთელობა, კარგი ცხოვრება და უკვე აი აქ არა გაქვთ თქვენ ფანტაზიები თქვა დაუშვოთ რომ იმაზე რომ აი მაგარი ვარ მოვეწონები ვინმეს ან მომწერს არ მომწერს ან გამოჩდება არ გამოჩდება გაიგეთ აქ უკვე სხვა შეიცვალეთ თქვენ რა თქვენ უკვე ფიქრობთ რაღაცა ახალზე ახალი მინდა ცხოვრება ახალი მინდა რომ ეტაპი დაიწყოს ჩემ ცხოვრებაში მინდა რომ შეიცვალოს ჩემი უკვე ცხოვრება იმიტომ რომ მე იმდენი რამე ვისწავლე იმდენი ტკივილი გადავიტანე იმდენი რამე უკვე რომ აი მე ვფიქრობ რომ დავიმსახურე მე ბედნიერი ცხოვრება ნამდვილად დავიმსახურე იმიტომ რომ ამდენი სირთულეები რაც გაქვთ გამოვლილი თქვენ ცხოვრებაში არ ვიცი თან შეიძლება აქ ვიღაცა მარტოც არის დიდი ხანია დაუშვა და არ უშვებს თავის გულში არავის იმიტომ რომ ანუ ის ვინც თქვა თქვენ გწერს შეიძლება ახალგაზრდა პატარა ბიჭების სიტყვაზე აი ვიღაცები არასერიოზული პიროვნებები უკვე თქვენ არ გაკმაყოფილებს იმიტომ რომ თქვენ გაიზარდეთ თქვენ უკვე აქ დაბრძენდით ასე რომ ვთქვათ რა იმით ამ ყველაფერმა თქვენ მოგიტანათ აი ბევრი ტკივილი გაქვთ გადატანილი რა აი ძალიან ბევრი მაგრამ ეს ყველაფერი ტყვილა არ იყო თქვენ ცხოვრებაში ამ ყველაფერმა თქვენ მოგცეთ ძალიან დიდი გამოცდილება ცხოვრებისეული და ეხლა თქვენ თვითონაც აცნობიერებთ იმას რომ მე ნამდვილად მინდა ბედნიერება მე თვითონ უნდა ვმართო ჩემი ცხოვრება და ისე უნდა ვიცხოვრო როგორც მე მინდა კარგი პოზიცია მე მომწონს რა ძალიან კარგი პოზიცია არის აქ და ნუ რაც გითხარით პრინციპში ამას მაჩვენებენ მოდით ეხლა ვკითხოთ ახლა ჩვენ ტაროს აი ეს კითხვები რაც მე მოვამზადე თქვენთვის ვნახოთ ეხლა კიდე აი სხვა დასტანს კითხოთ ახლა ჩვენ დავუსვათ კითხვები
ანუ რა გიშლის ხელს ახლა შენს ბედნიერებას გითხოთ. რას ვერ ამჩნევ საკუთარ თავში, რაც შეიძლება გახდეს აი შენი სიხარულის წყარო. შეიძლება რაღაცას ვერ ამჩნევ, შენში არის რაღაცა მომენტი, ნუ ზოგჯერ ჩვენ ვერ ვამჩნევთ მართლა რა. რა უნდა გაუშვა შენი ცხოვრებიდან, რომ ბედნიერების გზას, ნუ გაგიხსნას ეს ბედნიერების გზა. რა უნდა მიიღო საკუთარ თავში ან შენ ცხოვრებაში საერთოდ. იმიტომ რომ ზოგჯერ გვაქვს ჩვენ მეუღებლობა რაღაცა და ზოგი თავის ნიჭსაც კი არ იღებს და უშოთ რომ აი ნიჭიერი ვარ და მეუბნებიან და მე მოიცა რა. აი ეგეთი რაღაცა შეიძლება ესეც უნდა მიიღო შენ, ხო? ნახოთ ახლა რას გვეტყვის ჩვენ აი მაღალი ძალების თვალსაზრისით მოდით მივიღოთ ჩვენ პასუხი რომ ანუ რა მიგიყვანს შენ აი შენ შინაგან სიმშვიდამდე და ჰარმონიამდე. და რა ნაბიჯი შენი ნაბიჯი უნდა გააკეთო, რომელიც შენ მიგაახლოვებს აი შენს ნამდვილ ბედნიერებამდე. უფრო აი ახლოს რა ნაბიჯი შენგან, ხო? ნუ და კიდევ ვკითხოთ ახლა უკვე გზავნილი მაღალი ძალებისგან. აქ ექნება მითითება, აქ ექნება გზავნილი. აი ასე გავაკეთე, დაჟე 2 მოდის, ოკეი. აი აქაც იგივე, ნახეთ 7-იანი, ანუ всё მორჩე მე ჩემ თავს აღარ ვატყუებ, მორჩა რა. აღარ ველოდები. აი ნახეთ ახლა შეიძლება თქვენ, აი ნახეთ ადამიანი მიდიოდა, მოდიოდა, თქვენ ელოდებოდით ამ ადამიანის მოსვლას, ამ ადამიანის გამოჩენას, ამ ადამიანის ქმედებას და ეს იცით თქვენ რომ ეს იყოს თქვენთვის რაღაცა უკვე იმ დონეზე რომ აი თავს ვატყუებ რა. всё მორჩა აღარ მინდა. ნამდვილად გავიზარდე. მე თუ ურთიერთობა მინდა სტაბილური ურთიერთობა, სადაც მე ვიგრძნო თავი უკვე აი მართლა ნუ იმპერატრიცად რა, ანუ უფრო მაღალი დონის ხალად, ხო? ნახოთ ახლა, ეხლა რა უშლის ხელს თქვენს ბედნიერებას. ეხლა რა უშლის ხელს? აი ის ლოდინი. აქ არის ვიღაცასთან შეიძლება არის ვიღაცა ადამიანი, რომელსაც აი ახაც გვითხრეს ჩვენ რომ რომელიც არის შეიძლება თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. ან შეიძლება დაჟე თავი დავანებოთ ადამიანს, თქვენ რა, ანუ აქ ვინ არ არის, აქ რა და უფრო რა ის არის, რომ თქვენ თვითონ შეიძლება რაღაცას აჩერებთ. კიდე რაღაცას აი კიდე არ აძლევთ საშუალებას, რომ დაუშვათ იმ რაღაცამ იმუშაოს. აი არ რომ შემოვიდეს ეს ბედნიერება, თქვენ თვითონ აჩერებთ ამას. თქვენ თვითონ, იმიტომ რომ შეიძლება თქვათ რაღაცა აი არის ზოგჯერ ესეთი სტაგნაცია, რომ თქვათ ახლა ნუ სიტყვაზე არ უშვებთ, დაუშვათ ახალ ადამიანს, ხო, კი ბატონო, დაუშვათ ახლა თქვენში მიდის ახლა რაღაცა შინაგანი ბრძოლა რა. ანუ შეიძლება ზოგ რაღაცებს თქვენ თვითონ არ ნუ ისე ღმერთო ჩემო. რაინდი. აქ გეშინიეთ თქვენ, ნახეთ რა ხდება. აქ თქვენ გეშინიეთ გაშვება ვიღაცა ადამიანის გულიდან. აი გეშინიეთ, მაინც კიდე აი აქ ხოვითომ ეგეთი პოზიცია არის, რომ უნდა გაუშვა მე ეს ადამიანი, აღარ უნდა ველოდო, იმიტომ რომ დავასრულო რა, იმიტომ რომ უკვე მინდა სტაბილური, ნორმალური ურთიერთობა, ან ნუ შეიძლება მასთან გინდათ, ხო, არ ვიცი, მაგრამ აი უბრალოდ ეგ არის, რომ აი თქვენ თვითონ არ უშვებთ თქვენი, აი ნუ შინაგანი ბრძოლა როგორ არის, ეხლა დღეს უშვებ, ხვალ არ უშვებ, დღეს უშვებ, ხვალ არ უშვებ. მაინც ისე თუ ასე თქვენ ეხლა რაღაც იმედი გაქვთ შეიძლება, რომ სამომავლოდ რამე შეიცვალოს, თქვათ, ხო, შეიძლება თქვენ თვითონაც უთვალთვალებთ და ელოდებით რა. არის ეგეთი მომენტი, არ გამოვრიცხოთ მაგეთს. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ რას ვერ ამჩნევს საკუთარ თავში, რაც შეიძლება იყოს შენი სიხარულის წყარო გახდეს. აი შენ პოტენციალს რაც თქვი რა თქო, შენს პოტენციალს ვერ ამჩნევ, შენ რაც არის, რაც დებს შენ ენერგიებს ვერ არჩევ, შენს იმას რომ აი აქ ზიხარ შენ და რაღაცას ელოდები და პოტენციალს და ვერ ამჩნევ შენში. აქ შეიძლება როგორ არის იცით, თქვენ ფიქრობთ რომ აი
დაუშვათ მე მაშინ აი ეს არის ძალიან წრუ სხვათა შორის ფიქრე, როცა ადამიანი ფიქრობს იმას, რომ მე კარგად და ბედნიერად ვიქნები, მხოლოდ მაშინ თუ დაუშვათ მე ვიქნები, ანუ მე ყოლება თქვა პარტნიორი, ну აქ გოგოებისთვის იმპერატრიცაზე ვლაპარაკობ ჩვენ, ანუ მე ყოლება პარტნიორი, რომელთანაც მე ვიქნები, თქვა ბედნიერი, რომელიც მომიტანს მე ბედნიერებას. ამ დროს ხო თქვენ თვითონ გაქვთ ისეთი პოტენციალი და ძალიან მშვენივრად კარგად მარტოდ შეგიძლიათ თქვენ ახლა დაუშვოთ რაღაცა ვიღაცის გარეშე, ანუ არ ეს თქვენი პოტენციალი გახსნით, თქვენ არ გჭირდებათ აქ ხა რაღაცა ანუ ესე რა ქვია დამხმარი ჯოხი ასე რომ ვთქვათ რა, ისე ძალიან კარგად გაივლით რა, მაგრამ თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ აი ეს ადამიანი როცა შემოვა ჩემ ცხოვრებაში, ან შეიძლება რომელსაც ელოდებით, რომ პენტაკლების მეფე აქ არის და პენტაკლების რაინდი, ხო, ორჯერ გვაჩვენეს, ანუ ადამიანი, რომელიც ეხლა არის თქვენს გონებაში, ან ცხოვრებაში, ხო, ეს ადამიანი. და თქვენ ახლა კი ვერ ამჩნევთ იმას, რომ თქვენ მაგის გარეშეც შეგიძლიათ ყველაფერი მშვენივრად კარგადაც გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება. კი ბატონო, ხო? კი, და გახსნათ თქვენი ნიჭი მაგის გარეშეც, იმიტომ რომ მაგანში ალბათ რაც უნდა გაეკეთებია, გააკეთე. ახლა უკვე თქვენ თვითონ გეძლებათ მახალი ძალები გეუბნებიან, რომ ჩვენ აქ ვართ რა, ჩვენ დაგეხმარებით და შეიძლება ახალსაც არ უშვებ, იმიტომ რომ ეს კიდე ძველი გაწვება რა აქა. ვნახოთ ახლა რა უნდა გაუშვათ თქვენ იმისათვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ეს ბედნიერება. რა უნდა გაუშვათ? წარსული გამოცდილება, წარსული უნდა გაუშვოთ. ანუ თქვენ პრინციპში როგორ ხართ, იცით? იცავთ ამ წარსულს, ვერ უშვებთ. გაიგეთ? ანუ იმ დონეზე ზიხართ ესეთ პოზიციაზე, რომ აი არა, აი ხო გვაჩვენებენ ვითომ თქვენ. იმიტომ არის რაღაცა ერთგვარი მერყეობა, აი ეს მერყეობა არის თქვენში რა, რომ არ ვიცი, კი მზად ვარ, კი უკვე ანუ დღეს გადავწყვიტე, აი რა არის, რას ნიშნავს საერთოდ აი გინდაც მაგის, ну იციან ჩემოს, მე 10 ჯვარი ხო, დავარკვათ. ანუ თქვენთვის ახლა გასაგებად აგიხსნით. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მერყეობს რა. დღეს მე მინდა რომ თქვათ, მე ჩემს ცხოვრებაზე პასუხს ვაგებ თვითონ, მე თვითონ ყველაფერს გავაკეთებ იმას, რაც მე მჭირდება და როგორც მე მინდა და მე თვითონ ვიქნები ჩემი ცხოვრების ხელმძღვანელი. ხვალ დილით ვიძებ და ფიქრობთ, არა ეს ადამიანი კიდე მჭირდება, მაგის გარეშე არ შემიძლია და შეიძლება ერთგვარი შიში გქონდეთ თქვენ იმისი რომ თქვათ ახალი რას მომიტანს მე დაუშვოთ, ხო? კი, ხშირ შემთხვევაში ეგაც არის მართალი, იმიტომ რომ თუ შენ ახლა დაუშვოთ რაღაცა ამოცანები გაქვს კიდე დასამთავრებელი ამ ადამიანთან და არა გაქვს მოვლილი 15 პარტნიორიც რო შეცვალო, მაინც ის რაც შენ სულს აქვს შეფიქრებული, ნამდვილად უნდა შეასრულოს ამ თქვენმა სულმა და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა პარტნიორებს შეცვლით თუ არა, ხო? დაუშვათ, მაგრამ უბრალოდ გაკვეთილი თვითონ იქნება უფრო და უფრო მძიმე ეს დამერწმუნეთ და თქვენ უკვე ბევრი გამოცდილება კი გაქვთ რა, მაგრამ იმისათვის რომ თქვენ შემოუშვათ ახალი, ძველი უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან, კი? აი ძველი რაღაცა, რასაც უკვე თქვენ არ გათფობს, რასაც თქვენ უკვე არ გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენ ახლა მაინც იყურებით, გაიგეთ? აი ზიხართ და იყურებით, რომ აი რა ვიცი და აი იქნება კიდე ეს აი ხო, აი ტრანსფორმაცია უნდა გაუშვო. ტრანსფორმაცია ეს ნიშნავს, რომ всё წარსული, რასაც შენ უკვე არ გაძლევს ბედნიერებას, რასაც შენ უკვე პირიქით შენ ენერგიას გართმევ, რასაც შენ მართლა კი არ გაახალგაზრდა, გაბერებს, ასე ვთქვათ, всё დაამთავრე რა. ანუ ეს მომენტი წარსული უნდა გაუშვო. თუ გინდა რომ შემოუშვა ახალი. აი ეს არის, ეს აქსიომა არის რა. ანუ რა უნდა მიიღო შენს თავში და შენს ცხოვრებაში. აი ეს ცვლილებები, ნახე ცუდ უზები გველაპარაკე, უნდა მიიღო ეს შენს თავში რა, რომ всё უკვე მოვიდა დრო, რომ რაღაცა უნდა გაუშვა და უნდა გადავიდე მე სხვა ეტაპზე. ეს მიუღებლობა გაქვთ, თქვენ ვერ იღებთ ამას კიდე, რომ თქვათ ეს უკვე უნდა გავუშვა, ეს უკვე უნდა
დავასრულო მე ეს სიტუაციები და ნამდვილად უკვე დრო მოვიდა. აი ის რომ ახალი რაღაცა, ახალი ცხოვრება გეწყება, ახალი ეტაპზე გადადიხარ და შენ კიდე მაინც გენანება რომ გაუშვა ეს ძველი რაღაცა მომენტები, რომელიც უკვე არ გახარებენ. არ მოაქვს არანაირი ენერგია ამ სიტუაციას რა და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ და მიიღოთ ის რომ სიახლე მოდის თქვენ ცხოვრებაში. ვიღაცასთან შეიძლება ახალი ადამიანიც მართლა შემოდის ცხოვრებაში და თქვენი ამ გაჩერებით არც მაგ ადამიანსაც არ უშვებთ ახალ ადამიანს თქვენ სივრცეში რა, ეგაც არის სხვადასხვას რა. ნახოთ ახლა რა მითითება გვაქვს ჩვენ მაღალი ძალებისგან, რომ რაც მიგიყვან თქვენ ამ თქვენს შინაგან სიმშვიდესთან და ჰარმონიაში რა და ტრანსფორმაცია. გაიარა, აი აქაც ტრანსფორმაცია გაუშვი და ტოვე. აქაც ეს ტრანსფორმაცია რას ნიშნავს, რომ უნდა დაჯდეს, შეიძლება პრაქტიკები გააკეთოთ რა, მედიტაციები გააკეთოთ რაღაცა, ხო? ისეთი, რასაც თქვენ დაგეხმარებათ, რომ თქვენ წარსული დატოვოთ წარსულში. და უკვე всё, აქ როგორი მომენტი არის, როგორც კიდე გავიმეორებ ერთხელ, რომ უფრო გასაგები იყოს რა. ანუ კი ბატონო, მე ვიცი რომ დაუშვათ, უკვე მე არ მავსებს ის სიტუაცია, რომელიც თქვა ჩემ ცხოვრებაში ან არის, უკვე შეიძლება თქვენ დაშორებულებიც იყოთ აქ, ხო? ან შეიძლება ძველი რაღაცა პროგრამები გაქვთ თქვენ, ხო? აი მატრიცასთან ერთად, იმიტომ ვაკეთებ გაშლას ყოველთვის პირად კონსულტაციაზე, რომ ეგრევე ჩანს ეს პროგრამები და ეგრევე ხვდებიან რა გოგოებიც და ბიჭებიც, რომ რა პროგრამები მაქვს ახლა, რომ რას ვამუშავებ, მე რა უნდა გავუშვი რა უნდა გავუშვა, ხო? ეხლა ყველასთვის ინდივიდუალური რა უნდა გავუშვა. აი ზუსტად მატრიცაში ეს ინფორმაცია დევს რა უნდა, რა პროგრამები გაქვს და რა უნდა დაამუშავო შენ, ხო? ხო და აი ზუსტად აქ არის რომ ტრანსფორმაცია გაიარე და გექნება წარსული დატოვე წარსული. ისე როგორიც იყო უკვე მაინც აღარ იქნება, იმიტომ რომ უკვე მოვიდნენ ტუზები, всё მოვიდა უკვე, ხო? უნდა მიიღო შენ ეს რომ სიახლე შემოდის შენ ცხოვრებაში. უკვე უნდა მიიღო ეგ სიახლე. კი ბატონო, აი ტუზი პენტაკლი და დაიწყე, აი ნახეთ უკვე მესამე ტუზია. აქ უკვე მართლა ძალიან მაგრად არიან ჩარეული მაღალი ძალები, რომ შენთვის არის მომზადებული რაღაცა ახალი. მაგრამ იმის გამო რომ შენ არ ტოვებ იმ წარსულს და ამას რომ მიათრევ ახლა უკვე დაგიმძიბნა უკვე всё უკვე კი ბრძოლაში ხარ ვერ ტოვებ ამ კიდე რაღაცა აქ იმედებს ხო და კიდე ფიქრობ რომ შეიძლება და შეიცვალოს რამე და ასე შემდეგ მაგრამ ამით თქვენ ახლა თქვენთვის აი სამსახურს არ აკეთებთ იმიტომ რომ გონება გეუბნება ერთს გული გეუბნება სხვას და ამიტომ და აქ მაღალი ძალები გეუბნებიან მიიღე შეცვალე წარსული დატოვე წარსულში და გექნება ახალი კიდე შანს გაძლევთ ჩვენ იმისათვის რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს და ნახოთ რანა ბიჯი უნდა გააკეთოთ თქვენ რომელიც თქვენ მიგაახლოვებს თქვა ხო ბედნიერებისკენ всё აი ეს ნაბიჯი რომ ბოლოს და ბოლოს უნდა მიიღოთ ერთი და იგივეს გვეუბნება დღეს დარო რა შეებრძოლეთ ასე რომ ვთქვათ შეებრძოლეთ ანუ ნაბიჯი რა უნდა გააკეთოთ არ შემოუშვა თქვენ ცხოვრებაში ის რაც არ უნდა შემოუშვეს რა ანუ უნდა შემოუშვათ ანუ რაღაცა დაიცავეთ თქვენი თავი დაიცავეთ და მაქსიმალურად აქ პრინციპში უკვე ისედაც ყველაფერი გვითხრეს რა კი რანა ბიჯი ხო აი გაიგე რომ შენ ხარ შენი თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენი ბედნიერებისთვის მიეცე შანსი გაიგეთ რა ხდება შენი ბედნიერების მიეცე შანსი შენი თავი დაიცავე შენი ენერგია შეინახე შენთვის რა აი თქვენ როცა ზიხარ და ნერვიულობ და თქვათ ახლა
და ტირი ხართ, ხო? აქ არის და თქვათ, ვერ უშვებთ გულიდან იმას, იმ ტკივილს, რომელიც თქვენ ახლა მაინც რაღაც მოლოდინი გაქვთ, ხო? აქ გეუბნებიან, ნახეთ, მაღალი ძალები რო ხო გითხარით, ხო ბევრი მიყვარს აქ ძალიან საერთოდ ფანტის ენერგია ისწავლე უკვე, გაიგე უკვე, აი აქ გაიგე რომ მორჩა რა, ახალი ეტაპი არის, всё, ну, აქ ვიღაცა არის შენ სივრცეში. ახალი ადამიანი და ეს ძველი სიტუაცია დაასრულე და გექნება ჰარმონია. გექნება ჰარმონია შენ. ამიტომ რომ თქვენ თვითონ არ აძლევთ თქვენს თავს რა საშუალებას. თუ ამაზე ამ ძველ ვიღაცაზე ფიქრობთ, ну, გაუშვეთ რა ეს. და ნახოთ აბა რა გზავნილი გაქვთ თქვენ მაღალი ძალებისგან. აი ნახეთ, ცოტა ხანი იყავი შენთვის. შენთვის. იყავი, შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, შენ აი დავიდან აბა თუ გახსოვთ მე რო ვჭეხავდი პირველ დასტას, ამოვიდე ხო გითხარით ცხრიანი პენტაკლების, ანუ უკვე მაჩვენეს მე თქვენი თავი, ხო? შენ ხარ უჭკვიანესი, შენ ხარ უბედნიერესი უნდა იყო, შენ ანუ ის ანუ თუ დაუშვათ ეხლა ან ადამიანი არ შემოდის შენ ცხოვრებაში, აი ამ მარტო ყოფნაში ეს არის შემავსებელი მარტოობა, ნახეთ არის. ეგეთ აი პროგრამა მაგალითად ვისაც გაქვთ ეს განდაგილი, ხო? ანუ თქვათ მეცხრე ენერგიები და ასე შემდეგ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა თუ შენ ცხოვრებაში არავინ არ არის, ეს კარგი არის პირველ რიგში შენთვის, იმიტომ რომ შენ აქ ივსები. შენ ეხლა სწავლობ იმას, როგორ უნდა იყოს შენ თვითონ გამთლიანებული. იმიტომ რომ ჩვენ რო ვიძახათ, რომ ვეძებ ჩემ მეორე ნახევარი, ეს ну, პრინციპი ეს არ არის სწორი ნათქვამი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ანუ გამთლიანებული ვართ თვითონ და ჩვენ თუ ვართ აი ასეთი გამთლიანებული და თვითქმარი, უკვე მასეთ ენერგიაზე მოდიან სხვა ადამიანები, ჩემო ლამაზებო და აი აქ ვაჩვენებენ იმას, რომ ეს ეხლა არის აი შენ თუ ხარ მარტო, ეს არის შენთვის უფრო აი უკეთესი ვარიანტი ეხლა, იმიტომ რომ შენ თვითონ ამ მარტოობაში იმდენ რაღაცას სწავლობ, იმდენ რაღაცას გადიხარ, იმდენ რაღაცას აი უფრო მეტი დრო დაუთმე შენს თავს. უფრო მეტი დრო დაუთმე შენს თავს. კი ბატონო, უფრო მეტი დრო კი. შენი თავი შეიყვარე პირველ რიგში, შენი თავი. მოიპოვე აქ საქმე, რომელიც შენ მოგიტანს დიდ ბედნიერებას. ანუ ისწავლე რაღაცა, ხო, დრო დაუთმე თვით სიყვარულს, შენი თავი შეიყვარე, გაიგეთ? თქვენ თავს როდის შეიყვარებთ, იცით, აი როცა შენ ხარ დაკავებული მართლა შენი საქმით და შენი საქმე ნამდვილად სხვებს ეხმარება, შენ თვითონაც ახლა კარგად ხარ რა ამ დროს, შენ თვითონაც ივსები, ბედნიერები, აქ უკვე შემოსავალიც არის, სულ სხვანაირი, შენ უკვე აი, ну აქ ეს ძალიან მაგარი თემა რა, კი შევპირდე ახლა ჩემს მოსწავლეებსაც, ну ვისაც ენდომება მე, ხო, აუცილებლად ჩავატარებ ისეთ ტრენინგს, აი რაც ეხება აი ამ თვით სიუხვეზე, ხო, ასე რომ ვთქვათ და იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეთ, აქ შემოდის თქვენთან, ნახეთ, რამხელა ბედნიერება. რამხელა ბედნიერება რა. რამხელა ანუ სიყვარული და აი უდიდესი სიყვარული შემოდის რა, იმიტომ რომ ის რასაც თქვენ უკვე არ გაძლევდათ, აი ბედნიერებას, რასაც თქვენ უკვე ვერ იღებდით რა. აი და გაჩერებული იყო თქვენი ბედნიერება, იმიტომ რომ თქვენი ბედნიერება შეიძლება ვიღაცას მიანიჭდა ადამიანს, რომელიც არის ну ძალიან ისეთი რა, თავისი თავი უყვარს და აი ამასთან უკვე შეიძლება უკვე გვაჩვენებენ, რომ დასრულდა ეს ურთიერთობა რა და თქვენ ახლა მაინც ეს გაკვეთილებიც ყველაფერი რაც კი უნდა მიგიღოთ, მიიღეთ თქვენ ახლა ეს ყველაფერი და უკვე თქვენ გეძლევათ საერთოდ ხო აი არ აღართ თქვენ უკვე აქ მიჯაჭვულიც არ ახართ ხო თქვენ უკვე პრინციპში შეგიძლიათ ამ ადამიანის გაშვება კი მაჩვენებენ იმიტომ რომ თქვენ უნდა იგრძნოთ რომ უკვე თითქოს რაღაცა და მშვიდად ვარ უკვე აღარ ნერვიულობ თქვა ხო ანუ ვარ ჩემთვის ჩემს სახლში როგორც მე მინდა ისე კი განულება მოხდა და აქ სხვათა შორის
ნამდვილად შემოდეს ახალი ადამიანი, უკვე იმპერატორი ადამიანი, რომელიც შეეფერება იმპერატრიცას, რომელიც ნამდვილად დაინახავს თქვენს ძალას, თქვენ დაგაფასებს, თქვენს ანუ ყველაფერს აბსოლუტურად ყველა თქვენს მხარეს, თქვენს სიძლიერეს, აქაც ცხრიანი პენტაკლების ისევ რა, ისევ მოდის რა და ამიტომ აქ უნდა უთხრა მადლობა აი ამ ადამიანს, მადლობა ვინც იყო თქვენ ცხოვრებაში, აი აქაც მაჩვენებენ რა ადამიანმა, რომელმაც თქვენში აანთო ეს იმპერატრიცა, აანთო და უკვე ამ ადამიანმა დაასრულა, всё, აქ დასრულება არის რა. აქ დასრულება და ეხლა თქვენ თვითონ აი თუ დაუშვათ ზიხართ ენერგიაში, რომ ელოდებით, ნერვები გეშლებათ და რაღაცა ეს უწყვილა. თქვენ ამ ადამიანმა თქვენში გახსნა ის ქალი, რომელიც იყო თქვენში დამალული. აქ თქვენ ძალიან უნდა შეცვლილიყავით. ვიღაცამ დაიწყო ეზოტერიკაში შევიდა და დაიწყო რაღაცა ეზოტერიკული თემების შესწავლა, ხო? გაეხსნა შეიძლება даже უფრო მეტი ინტუიცია. ვიღაცამ უკვე გააკეთა ეს როგორც თავისი საქმე, ჩემი საქმე, რომელიც მე ნამდვილად მომწონს, რომელზეც მე даже ვერც ვოცნებობდი თუ შემიძლია საერთოდ რომ დაუშვათ ყოფილიყავი აი ეს თქვათ ეს ყურუმი, ხო? და აი ნამდვილად ეს თქვენში რაც იყო დამალული, ხო, ეს ცოდნა ამ ადამიანმა თქვენში გახსნა და აქ აინთება თქვენი ახალი ვარსკვლავი. აი თქვენ კი მაგას აქრობთ აქ, მაგრამ აქ გახსნა მოხდება აუცილებლად, უბრალოდ თქვენ თვითონ აი გაკვეთილებიც დაამთავროთ უკვე ყველაფერი მშვენივრად. და აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცის ცხოვრებაში მოდის ახალი სიყვარული, ახალი ჭკვიანი ადამიანი და ნუ ეწინააღმდეგებით მაგას, ნუ ეწინააღმდეგებით და მიეცეთ ბედს, რომ მოგცეთ თქვენ სიუხვეთ, სავსე, კარგი ცხოვრება, რომელიც თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ, რომელიც სურს თქვენს სულს, რომ შემოვიდეს ახალი ადამიანი, რომელსაც თქვენ გიგზავნით თქვენი საგვარეულო. მიიღეთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ აგელოდება თქვენ მაგ ადამიანთან უდიდესი ბედნიერება. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როცა თქვენ დაასრულებთ აი ამ ურთიერთობას, რომელსაც უკვე აღარც ენერგია მოაქვთ და არც არაფერი, უბრალოდ თქვენ თვითონ რაღაც ებღაუჭებით, მაგრამ მომწონს, რომ პრინციპში უკვე თავიდან გვაჩვენეს უკვე ისეთი ენერგიები, ალბათ ცოტა კიდე დრო გინდათ, იმიტომ გვაჩვენეს ჩვენმა ახალმა ძალებმა ის მომენტი, რომ თქვენ ახლა ცოტა ხანი უნდა იჯდეთ მარტო, თუ არაფერი არ ხდება თქვენ პირად ცხოვრებაში, ახლა და არავინ არ შემოდის, არანაირი ადამიანი, არანაირი თქვა სიტუაცია, ხო? და იმიტომ ხარ თქვენ შეიძლება ფიქრობთ იმ ძველ პარტნიორს და ეს იცოდეთ თქვენ, რომ აქ მაღალი ძალებიდან არის ეს ყველაფერი მოწყობილი, იმისათვის, რომ თქვენ თვითონ კიდე ეს გაკვეთილი აიღოთ, დაასრულოთ, მივხვდეთ, რომ აქ უკვე აღარაფერი აღარ არის მორჩა და აი იმიტომ გეძლება თქვენ ეს დრო, რომ ნამდვილად თქვენ თქვათ მადლობა უთხრათ იმ ადამიანს გულში, თუნდაც ვინც იყო თქვენ ცხოვრებაში და ვინც თქვენზე ასე ძალიან იმოქმედა და მისცეთ სივრცეს, მისცეთ მაღალ ძალებს, მისცეთ თქვენ საგვარეულოს ის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ნამდვილი ადამიანი, ნამდვილად თქვენთვის ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენ გაგაბედნიერებთ. გაიგეთ ჩემო ლამაზებო? აქ ძალიან საინტერესო ცხოვრება გელოდებათ, ვინც უკვე მართლა თავისი ნიჭი გახსნა, თქვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება და ამიჯერეთ, აი თქვენ თვითონ მე შეიძლება გავადრო და იტყვით, რომ ღმერთო ჩემო, რომ ცოდნოდო, რომ ასე იქნებოდა, ნამდვილად დაუჯერებდე უკვე კაი ხანი, ნუ ყველაფერს თავისი დრო აქვს, რა თქმა უნდა. და თავის როცა მოვა თქვენი დრო, რა თქმა უნდა, შემოვა უკვე თქვენი აი ესეთი ნამდვილი რა, ანუ ადამიანი ვისაც მართლა გექნებით ბედნიერი რა და აი ეს არის რა, ეს თქვენი გზა. პირველ რიგში პასუხი ეს იგი ჩვენს გაშლაზე ის არის, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენ ბედნიერებას. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს რაღაცა ამოცანები, აი როგორც ვამბობ ხოლმე მატრიცაში არის როგორი ხა ენერგიები ხო არის, ანუ იქ რესურსები, კარმები, რაღაცები და მაგრამ არის ორი არჩევანი. მე შემიძლია ვთქვა, რომ რა ვქნა, ეგეთი ბედი მაქვს და ეგეც სწორი იქნება და მეორე კითხვა,
შემიძლია რამე შევცვალო მე? ესეც სწორი მიდგომა იქნება ჩემო ლამაზებო.